ერთ დროს მადლობების ადრესად ირაკლი ღარიბაშვილზე საუბარი ეუხერხულებად ქართული ოცნების გულმხურვალე მხარდამჭერებს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც წლების განმავლობაში, როგორც ირაკლი ღარიბაშვილის მეგობრები ისე პოზიციონირებდნენ. ნაწილისთვის ის რაც ღარიბაშვილს დაემართა ტრაგედია, მეორე ნაწილისთვის კი სუფთად სამართლებრივი საქმე. სასამართლო მიიღო შესაბამისი განაჩენი გამოიტანა, რასაც მე ხო ეთანხმები, იმიტომ რომ მე თქვენ გაკადრებთ არჩევთ თავს, რომ რაღაცა ჯორებზე დავიწყო საუბარი თემაზე, რომელიც ესეთი აქტუალურია, თქვათ ავდგედა რაღაცა ჩემი პირადი მოსაზრებებით, პროფესიონალურ პროკურატურის გადაწყვეტილებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადაც არ არის ნახსენები რაღაცა ისეთი მოხლები, ვთქვათ, ბიუჯეტის სახსრების გაფლანვასთან დაკავშირებით, მან თავად აღიარა ბრალი, ეს არის სახელმწიფო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სახელმწიფო ვალდებულია რეაგირება გააკეთოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას. თქვენ წაიკითხეთ ალექსანდრე თამაზაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი? როდესაც ადამიანთან არის დაკავშირებული საკითხი და კონკრეტულად ის დანაშაულდა სახელმწიფოს წინაშე, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე და ის სამართლდება სისხლის სამართლის მოკრიდა სასამართლო არის ჩატარებული. განმსხვავება აქვს მე რა დავიკითხე. დაველოდე სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ სულიად მოულოდნელი იყო არ მგონა რა იქნებოდა. და იქიდან გამომდინარე მათ შემოყალიბებული ჩემი აზრი. ანუ თქვენ არ გაგჩენიათ ის განცდა, რომ ვინმე სარგებლის მიღებას ცდილობს აი ამ ყველაფრით ღარიბაშვილის დაჭერით? მოდით შევდასწროთ ერთ რაღაცა რა ეს არის ჩემი სახელმწიფო და ჩემი სამშობლო რა. მე არ უკარგავ ყოფილ პრემიერ-მინისტრ იმ დამსახურებას, რომელიც აქვს პოლიტიკურად არ უკარგავ იმას, რომ მან თავად აღიარა თავისი გადაცემა კანონისგან, პატივიცა საქართველოს კანონს და ჩაჯდა ციხეში. ნამდვილად ძალიან დიდი ტრაგედია, რაც მოხდა ახლა ყველას. თქვენი მეგობარი ხომ არის რა თქმა უნდა და ძალიან განვიცდი და ძალიან წყინს რაც ხდება და დანარჩენი პოლიტიკური განხილვას და ჩემ აზრებს და ჩემ მოსაზრებებს და რაღაცებს არ ვაპირებ რომ თქვენთან განვიხილო. განცხადებები აჩენს განცდას, რომ გულდაწყვეტილები არიან. ერთი წამით ძალიან გულდასაწყვეტი ამბავი მოხდა, ნამდვილად პირადად ჩემთვის არის ძალიან დიდი ტრაგედია, ასე რომ ეს არის ჩემი კომენტარი. რატომ დააჩქარა ციხეში? მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ახლა მისი მეორე ადვოკატი მიხეილ შაყუაშვილი არის შესული. გარესამყაროსთან კომუნიკაციას ღარიბაშვილი ჯერ მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით არ ხერხებს, რადგან მას ტელევიზორი ჯერ არ აქვს, შესაბამისად ვერ ისმენს იმ განცხადებებს, რომელსაც ქართული ოცნების წევრები, მისი ყოფილი თანაგუნდელები მასთან დაკავშირებით აკეთებენ. ახლა ღარიბაშვილი პატიმრებისთვის განკუთვნილი ბარათის დამზადებას ელოდება.